მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98-სა და 5-ზე. ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან. თბილისის დროით 14 საათი და 10 წუთია. მე გახლავართ გურამ ნიკოლაშვილი და ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს, რომელიც ეძღვნება მე-11 მოწვევის პარლამენტს და იქ მიმდინარე პროცესს. დღეს ჩვენი სტუმარია მკვლევარი სტატისტიკოსი ნოდარ კაპანაძე, რომელთან ერთადაც ჩვენ ვილაპარაკებთ და შევაფასებთ მიმდინარე საზოგადოებრივ განწყობებს, თუ შეიძლება ესე ითქვას. ჩვენ გვინდოდა რომ დღეს შექმნილი ვითარება სწორედ ამ ჭრილში გაგვიანალიზებინა, ვინაიდან თქვენ მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ არსებობდა და გაჩნდა პრეზიდენტ ყაველაშვილის ინიციატივა, რომელთაც მან მიმართა იმ პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს, ისინი დემონსტრაციულად არ მივიდნენ, ამით დაარღვიეს კანონი და პრაქტიკულად ხელი შეუწყეს იმას, რომ აღმოჩენილიყვნენ საპატიმროში. იმიტომ რომ ზუსტად სამ თვეში არის დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის შესახებაც ოპოზიციურ სპექტრში გაყოფილია აზრი, ნაწილი ემხრობა ბოიკოტის გამოცხადებას, ნაწილი კი თვლის, რომ მნიშვნელოვანია ამ შეაძლებლობის გამოყენება და მონაწილეობის მიღება. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა ყაველაშვილმა გაახმიანა ინიციატივა, რომ თუკი არჩევნებში მიღების სურვილი გააჩნია ამ ოპოზიციურ სპექტრს და თუკი მათ სურს, რომ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესში, იმისათვის რომ ვინმეს არ დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს ხელოვნურად ხდება ვინმეს განეიტრალება იმ მხრივ, რომ ისინი არიან ციხეში, მან მიმართა, რომ მათ შეუძლიათ დაწერონ შეწყალების წერილი, გაამყარონ ამ არგუმენტით და დაუბრუნდნენ თავიანთ საქმიანობას. ამ განცხადებამ ახალი დინამიკა შეძინა ოპოზიციაში კამათს იმასთან დაკავშირებით თუ პოლიტიკური რაღაცა ბრძოლის რომელი გზა არის მისაღები. მე პირადად და ამ სტუდიაშიც არაერთხელ გვაქვს ჩვენ დაფიქსირებული ეს მოსაზრება, რომ ბოიკოტი, მით უმეტეს ინფორმით, როგორადაც ჩვენ ამას დღეს ხედავთ, ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი, მაგრამ ვინაიდან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არსებული შემადგენლობით ეს ოპოზიცია აჩვენებს, რომ ისინი პრაქტიკულად სრულად არაკვალიფიციური არიან ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რამაც უნდა უზრუნველყოს ოპონირების კულტურა, ამორჩეულმა დაინახოს, რომ კვალიფიციურ ადამიანებს აძლევს ხმას, შემდეგ მათ რაღაცა პრეტენზია ჰქონდეთ მით უმეტეს ძალაუფლებაზე და ისინი ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებენ. ალბათ საუკეთესო გამოსავალი მართლაც შეიძლება იყოს ამ არსებული რაღაცა ტოქსიკური ჯგუფების ლიკვიდაცია, მათი გაქრობა პოლიტიკური ველიდან, იმისათვის, რომ შემდეგ ბუნებრივად რაღაცა აღმოცენდეს ახალი თუ საზოგადოება მას დაბადებს. ხო და აი თუ საზოგადოებამ რა უნდა დაბადოს, სწორედ ამასთან ერთად ვილაპარაკებთ ბატონ ნოდართან და ჩვენ შევეცდებით, რომ გავყვეთ პირველ რიგში აღნიშნოთ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვერ ხედავთ ვერანაირ რეფლექსიას, ანუ ჩვენ ხედავთ ხოლმე მტკიცებულებებს, ანუ ბოიკოტის მომხრეების ის მხრიდან ჩვენ ხედავთ მტკიცებულებებს, რომ აბა შეხედეთ გადახედეთ წინა არჩევნებს, მაშინ როდესაც სადღაც მეტნაკლებად ოპოზიციას ჰქონდა გარკვეული სიმყარე, შემდეგ 2024 წლის არჩევნებზე გაიზარდა მაგალითად ოცნების რეიტინგი, ესე ამბობენ ხოლმე. ადარებენ მაგალითად სიტყვაზე, აი წალენჯიხის არჩევნებს, რომ სხვა შედეგი იყო 24-ში, სხვა იყო ადრე თვითმმართველობის არჩევნებში. და ნუ აი მსგავსი ტიპის არგუმენტაციას ვისმენთ. არანაირი თვითრეფლექსია არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რა მოხდა მაგალითად არჩევნების წინ 2024 წლის არჩევნებს ვიძახი, როდესაც მათ საპარლამენტო არჩევნების თამასა აწეს რეფერენდუმის სიმაღლეზე და თქვეს, რომ ეხლა არის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ანუ ამან როგორ შეცვალა ამორჩევლის ქცევა. არანაირი თვითრეფლექსია არ მიმდინარეობს, რა მოხდა 26 ოქტომბრის შემდეგ. ხომ არ გაუცრუდა შემთხვევით იმედი ოპოზიციურ ამორჩეულს, რომელიც გარკვეულწილად მათივე ჩატარებულ კვლევებში არის ასახული. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ როდესაც დღეს გარკვეულ არგუმენტებს ვისმენ, საერთოდ არ ჩანს იქ ეს კრიტიკის ნიშანწყალი. ბატონო ნოდარ, თქვენ ჯერ პირველ რიგში ზოგადად რო შევაფასოთ, რა შთაბეჭდილება გრჩებათ აი ამ საზოგადოებრივი აზრის და განწყობის ტრაექტორიის ცვლილებასთან დაკავშირებით? მოგესალმებით გურამ, მივესალმებით თქვენ მსმენელს და მაყურებელს. პირველ რიგში კეთილი იყოს შეემფეხი ამ სტუდიაში, პირველად ვარ თქვენს ეთერში.
და დიდი მადლობა მოწვევისათვის. ძალიან საინტერესო კითხვა, რომელზედაც მაინც და მაინც კარგად არგუმენტირებული პასუხი ძალიან იშვიათად თუ მომისმენია. დავიწყოთ იმით, რომ რა იყო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები. როგორ შეაფასებთ ამას? ვიღაცებს მიაჩნიათ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, ვიღაცებს მიაჩნია, რომ იქ რაღაც გაჟონა, რაღაცა. მე რასაც უყურებ, ვერც ერთი წონადი არგუმენტი იმის, რომ ხმა გაყალბდა და ამ შემდეგ ვერ მოვისმინე, სიმართლე რომ ვთქვა. მაგრამ შედეგებით მე მაინც და მაინც ოპოზიციის გადმოსახედიდან რო ვთქვა, შედეგები არ იყო ცუდი მათთვის. 38% მიიღეს. მე ძალიან არ მომეწონა, შეიძლება ვიღას არ მოეწონა ეს, ვიღაცას მოეწონა, ვიღას არ მოეწონა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ 61 მანდატი არის უკვე ის წონა, რომ პარლამენტში შეგიძლია ძალიან ბევრი რამე გააკეთო. და თუ ეს მთავრობა შენთვის არის, ასე ვთქვათ, შენი ოპონენტი, ამ მთავრობის ოპონენტი ხარ, მას შეგიძლია ძალიან მხიარული ცხოვრება მოუწყო 61 მანდატით. საპარლამენტო ტრიბუნიდან და არა ქუჩიდან. მაგრამ მათ ეს გაფლანგეს. ეხლა თქვათ ის, რომ ეს 800.000 ხმა ამორჩევლების, ეს რა მხარდაჭერა, ვინ იყვნენ ეს ხალხი? ესენი მაინც და მაინც მათი მხარდამჭერები არიან, გრძელვადიანი ფუნდამენტური მხარდამჭერები არიან, თუ ეს იყო უბრალოდ საპროტესტო ელექტორატი. აი, მაგ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრით სრული კონსენსუსი არსებობს და თვითონ ოპოზიციურ განწყობილ ადამიანებში თუ მათ კომენტატორებში ყველა პრინციპში ამაზე თანხმდება. მეგონი ის პარტიებიც რომ ეს იყო საპროტესტო ელექტორატი. ეს იყო საპროტესტო ელექტორატი, ანუ ამ 800.000 ხმიდან მინიმუმ ნახევარი თუ უფრო მეტი არა, ეს იყო ჯინაზე მიცემული ხმები რა. ანუ ეს ის ხალხი არ არის, რომელიც შენი მხარდამჭერი იქნება სხვათან აბარ პირობებში, თუ ესეთი ოპოზიციას გამოჩნდება, რომელიც მოსმენა დღის და ესე ვთქვათ, ხმის მიცემა დღის და მხარდაჭერა დღის რა. ამდენად ეს აქედან მინიმუმ ნახევარი ჯინაზე მიცემული ხმები იყო, ვიღაცები იყო რაღაც სხვადასხვა ინტერესების გამო მიცემული ხმები შეიძლება და აი უბრალოდ ეს იმიტომ რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა რომელიც მოდის ხელისუფლებაში რაღაც პერიოდის მერე ცვდება ეს ძალა და ის რომ ქართულმა ოცნებამ მესამე საარჩევნო ციკლი გადაიარა და მესამე საარჩევნო ციკლში კიდევ წარმატებას მიაღწია ეს პირველ რიგში არის ოპოზიციამ განაპირობა ეს რომ ოპოზიციაში რაღაცა ღირებული კონტრ არგუმენტი არ შეიქმნა და არც ალტერნატივა, იგივე სახეების խոսა. ზუსტად იგივე. და მიგაჩნია თუ არა ის 4 ძალამ რომელს ბარიერი გადალახა, თითქმის თანაბრად გაიყო, აი უხეშად რო ვთქვა, 10% მიიღეს, ხო, უხეშად რო ვთქვა, ხო? მათ და ესეც მეტყველებს თუ არა იმაზე, რომ ანუ ადამიანებმა ერთის მხრივ თითქოს მოუწიათ აი მათგან არჩენა რო კი აძლევ ოცნების საწინააღმდეგო მაგრამ ვიღაცა ხომ უნდა შემოხაზო ანუ თითქოს ვერ მოხდა იმდენ დიდწილად გარჩევა რომ ანუ რომელიღაც ერთმა პარტიამ იგივე ყო ტრადიციულმა ნაციონალურ მოძრაობა ვერ დააგროვა უფრო დიდი თანაბრად გადანაწილდა ეს ხმა ანუ მათმა ასე ვთქვა ტაქტიკამ წინა საარჩევნო მე ხა როგორც სტატისტიკოსი ისე ვაკვირდებოდი ამ პროცესს კი არ დავიშალოთ, არამედ გავიშალოთ, ეს ტაქტიკა ქონდათ ბარცინა საარჩევნო, რამდენიმე პარტიაც წასვლა, ამან გაამართლა. ჯამში მიიღეს 38%, ფანტასტიკური შედეგია მათთვის. არაჩვეულებრივი შედეგია, 61 მანდატი ხალხო, 150 ადგილია პარლამენტში, ეს არის წარმოუდგენლად მაღალი ძალა, დიდი ძალაა რა. ხოთა შორის ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, როდესაც რამდენიმე წლის წინ მსგავს კონფიგურაციაზე ისინი ოცნებობდნენ. მათ უნდათ აი ამ დიქოტომიის დაანგრევა, რომ როდემდე უნდა იყოს აი ოცნება და ნაცმოძრაობა და სარამნაცმოძრაობა არის ოცნებას უნდა მოიგოს და უცე მოხდა ძალიან სერიოზული ეს დიქოტომია დაინგრა კიდეც. შვედიურად დაინგრა კიდეც ეს დიქოტომია, შედეგი ოპოზიციისთვის იყო არაჩვეულებრივი, მაგრამ მათ ეს შედეგი გაფლანგეს. თვითონ არ შევიდნენ პარლამენტში, ხომ? აი თავისივე გამონათქვამების ტყვე გახდნენ, ხო ასეა რა, რეალურად ესეა. არავის არ დაუშლია მათთვის პარლამენტში შესვლა. ახლა მე ვერ ვიტყვი რომ აღტაცებული ვიქნებოდი რომ ისინი პარლამენტში ყოფილიყვნენ და ბევრიც ვერ არ იქნებოდა ალბათ აღტაცებული, მაგრამ ეს ესეა. ამ უმრჩეველმა ასე გადაწყვიტა.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება იყო, რაც კი ოდესმე ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ რაც არის, ეს არის რა. როგორც ოკუპანტები იტყვიან, ჩემ ბაგატი, ჩემე რადე რა. ეს არის. ეს შედეგი, მაგრამ მათ გაუცრუეს თავის ამორჩევლებს, ჩემი აზრით გაუცრუეს თავის ამორჩევლებს, იმედი. მე რომ ყოფილიყავი ოპოზიციის ამორჩეველი, მე ძალიან ნაწყენი დავრჩებოდი მათზე, რომ მე შეხმა ამოგეცი, შენ გადალახე ბარიერი და შენ პარლამენტში არ შეხვედე და იმას რაც უნდა გაახმოვანო, იქ არ ახმოვანებ რა. ესე იგი დღევანდელი კვლევები აჩვენებს, რომ რასაც ჩვენ აი ამას ჯერ კიდე მაშინვე ვიძახდით, რომ ეს არის თავისივე ამორჩევლის იმედის გაცრუება, დღევანდელი კვლევები აჩვენებს, მათი კვლევები ყოველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც შენიშვნები ქონდეს რა როგორ არის ფორმულირებული. ნებისმიერ შემთხვევაში მათივე კვლევები აჩვენებს, რომ უხეშად რომ ვთქვათ, ნახევარი ადამიანი ნახევარი ამორჩეველი მათი დღემდე არ იწონებს ამ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ეს ბოიკოტი იყო შეცდომა და სხვა პროცესში შესვლა, რომელიც აბსოლუტურად შენ თუ რევოლუციის გამო ლენინს არ გაუკეთებია ეგეთ რამე. მან თებერვლის შემდეგ მან ივლისშიცა და გადატრიალება ჩავარდა. შემდეგ ის საკმარისად რომ არ დასაჯეს, მე ოქტომბერში უკვე წარმატებით განახორციელდა. ჩვენ აქ მივიღეთ სრულიად ჩავარდნელი რევოლუცია. ბატონო გურამ ძალიან ვაპატეთ, მაგრამ ხა ძალიან მაღალი თანრი, ძალიან მაღლა აწიეთ თამასა მე მგონი რომ თამას არა, ეს არის ცნობილი ისტორია, რომელიც პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს. რაღაც ელემენტარული წარსული, ხო? ისეთი მასშტაბის და თანრიგის ფიგურა როგორც იყო ლენინი, როგორც იყო სტალინი, როგორც იყო ტროცკი, როგორც იყო ბუხარინი. ამათგან ახლა 4 ვთქვი და 4-დან 3-ის მიმართ კატეგორიული 2-ის მიმართ კატეგორიული მიუღებლობა მაქვს. ლენინი კიდე მეტნაკლებად, სტალინი სხვა ფიგურაა, საერთოდ ამბავია საერთოდ. ხო, მაგრამ ესენი სხვა თანრიგის ხალხი იყვნენ რა. მოდიშით. ამდენად ახლა მათთვის ეს ბოლშევიკებს სად ქონდათ იმდენი პროცენტი, რაც 38% სად ქონდათ იმაში სახელმწიფოს არანაირად არ ქონდათ, მაგის ნახევარიც არ ქონდათ კონი. არა, კაცო ძალიან ცოტა სიმბოლური წარმომადგენელი. მაგრამ ახლა მე მოკლედ მე სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს ის კრიტიკას არ დავიწყებ, იმიტომ რომ მე თვითონაც შერჩევითი კვლევების სპეციალისტი ვარ და ესე ვთქვათ პროფესიონ დე ფუა. ესეთი არის ეგეთი მუნდირის ღირსების ამბავი, რომ არ მინდა სხვების გაკრიტიკება, მაგრამ თვითონ შედეგები რაც გახმოვანებულია, მე ახლა სანამ ამის დეტალურ შესწავლას დეტალურ შესწავლას ამაში ვერ ჩავალ. ჩვენ უბრალოდ მაგრამ აი ზოგადად მივიღოთ რომ ძირითადი რაც თქვი თქვენ ეს მონახაზი რომ ნახევარი ამორჩევლების უკმაყოფილოა მათი გადაწყვეტილებით, ეს სავსებით რეალურია. მე მიგვიყვარს რომ ნახევარზე უფრო მეტი არ არის ეს. შეიძლება არის კიდევ. შეიძლება არის კიდეც, ნუ ახლა გამოკვლევის უკვე კითხვის გამოკვლევის ტექნიკაზეა დამოკიდებული, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, ვინც ეს გამოკვლევისგანაც ეს გამოკვლევები ჩაატარა, ესენი საქმის სპეციალისტები არიან და მათ კითხვის დასმა არ შეეშლებოდათ რა. მე ესე მგონია. ხო და ეს შედეგი აჩვენებს რა იმას, რაც ვთქვი რომ ამორჩეველი იმედგაცრუებულია იმით, რომ მათ მისცეს ხმა, მისცეს მხარდაჭერა, მაგრამ გაფლანგეს ეს მხარდაჭერა. რაც მივყავართ ამ სიტუაციის შემდეგ კითხვამდე, რომ ესე იგი რა გამოდის, რომ თავარი არ ყოფილა პოლიტიკური პროცესის წარმართვა, თავარი არ ყოფილა ამის მშვიდობიანი რაღაცა ტრანზიციის პერიოდი, თავარი არ ყოფილა ამორჩეველთან მუშაობა და მათი დარწმუნება, არც ქართული დემოკრატიის განვითარება, ესე ვთქვათ, ხო? თავარი ყოფილა ძალაუფლების აღება. და ძალაუფლების აღება ამ ფორმით ნიშნავს, რომ ძალიან კონკრეტულ საკითხში შეიძლება გამოიყენო. ანუ მე რასაც ძალიან დიდხანს მიკამათია მოსაზრებასთან, როდესაც ვამბობ, რომ ერთის მხრივ რაღაცა ჰენლონის სამართლებლის პრინციპია, რაც შეიძლება აიხსნას სიბრიყვით ან რაღაც შეთქმულებით, ყოველთვის სიბრიყვი ამართლებსო და რასაც მე ხშირად ვაბრალებდი ხოლმე, რომ ეს პოლიტიკური კლასი არის აბსოლუტურად ბრიყვი და ამპარტავანი და არ შეუძლიათ არც შეცდომიდან უკან დახევა, არც თავის გადატარვა. იყვნენ აქ სტუდიაში მჯდარან ოპონენტები, რომლებიც იძახიან, რომ არა, აქ საქმე არის იმაში, რომ მათ ყავთ თავისი პატრონები, ისინი
გარკვეულ დირექტივებს აძლევენ და შემდეგ შესაბამისად იქცევიან. ანუ ეს არგუმენტი უფრო მეტ წონას იძენს აი ამ გადასახედიდან. ხო ხვდებით? იმიტომ რომ შეუძლებელია სხვანაირად იმისი ახსნა რა, რატომ მოხდა ესე, ამის ვერ დანახვა, შემდეგ საწავიდო პროცესი და იმითი მოხიბლა, რომ ეხლა ჩვენ რაღაცას გავაკეთებთ. ეს ყველაფერი აღმოჩნდა ჩიხში და დღეს მოვედით ჩვენ ასეთ ვითარებაში, როდესაც მათთვის ყველაზე ცუდი სცენარი არის მოცემული, ანუ კლიანად დაქსაქსულია ეს ველი და აი ამის უკან საზოგადოება, ისე მინდა ჩვენი გადაცემის თავარ თემას დაუბრუნდე, თქვენი აზრით საზოგადოებრივი განწყობა მთლიანობაში, აი რო უყურებს ამ პროცესს, რას აკეთებს ხელისუფლება, თან ამავდროულად ჩვენ არ უნდა დაგვაიწყოთ, რომ ჩვენ იმყოფებით ფაზაში, როცა ვხედავთ ხელისუფლების რაღაცა არნახულ კონსოლიდაციას, ხო, ანუ პრემიერ-მინისტრის ეს აღარ არის რაღაცა სხვადასხვა ფორმაციაში 2012 წლის შემდეგ გადმოყოლილი რაღაცა ფიგურები, რომელიც სხვადასხვა პრემიერ-მინისტრის ქვეშ ინარჩუნებდნენ, ხო, თავიანთ რაღაც პორტფელს. არამედ ჩვენ ვხედავთ რაღაცნაირად მთლიანად თითქოს სრულად გადახალისებას და ცვლილებას პარტიის შიგნით და კონსოლიდაციას პრემიერ-მინისტრის ფიგურის გარშემო. ანუ ერთის მხრივ ადამიანები ხედავენ ამ პროცესს, მეორეს მხრივ ხედავენ საგარეო ველში რა ხდება და რა ტრიალებს, ხედავენ იმ ალტერნატივას, რაც ოპოზიცია თავაზობს და ხედავენ ყველა მათი არგუმენტის გაქარწყლებას. ხო, სად არის კოალიციურობა, მისი შესაძლებლობა და ასე შემდეგ. აი, ამ პერსპექტივიდან თქვენ როგორ ახასიათებთ საზოგადოების რა ფენები არის შესაბამისი განწყობით? მოკლედ, დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკური პროცესი მართლაც ჩიხშია. და ეს პირველ რიგში არის თვითონ ამ პოლიტიკური კლასის დამსახურება, ძირითადად ნაწილის. მე ვერ ვიტყვი, რომ მაღალი კლასი არის ჩვენთან და მაღალი დონის პოლიტიკური სპექტრი ყავს, ვინაიდან პირველ რიგში მე არ მინახავს რაიმე პროგრამა დაწერილი რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ. არც ერთი პოლიტიკური ძალა. მათ შორის ახლა მოდით ხელისუფლებასაც მართულ პოლიტიკურ ძალასაც იგივეს ვეთყვი, რომ არც მათ აქვს მაინც კაფიოდ გაწერილი პროგრამა ისეთი, რომ პროგრამა ერქვას, მაგრამ ოპოზიციას საერთოდ არა. ოპოზიციას საერთოდ არ უწარმოებია წინასაარჩევნო კამპანია, წინასაარჩევნო პროცესი პროგრამის ირგვლივ. მათ წინასაარჩევნო პროცესი აწარმოებს როგორც რეფერენდუმისთვის მომზადება, აი ევროპის აი შიდ ევროპული რაღაც რეფერენდუმის მსგავსი. მაგიტომაც იყო, რომ ჩვეულებრივი 52%-ის მაგივრად ამორჩეველთა აქტივობა იყო 58% და ის ნაზრდი აქტივობის იყო მთლიანად ოპოზიციური ელექტორატი. რომ მინაიდან აქ უკვე საკითხი როგორც აი რეფერენდუმის დონეზე იყო ატანილი. ეს ერთი. მაგრამ არავის არ აქვს დაწერილი რატომღაც წინასაარჩევნო პროგრამა. ნუ 2012 წლამდე ყველა არჩევნების წინ ყველა პოლიტიკურ ძალას რაღაც აი პროგრამას ვერც დაარქმევ იმას, რაც მაშინ იყო რაღაც ბულეტებად ჩამოწერილი, კარგი ცხოვრების შემადგენელი ელემენტები. ნუ მათი აზრით კარგი ცხოვრების შემადგენელი ელემენტები, მე მაგალითად ბევრ მათგანში მაგაშიც ვერ ვეთანხმებოდი, მაგრამ პროგრამა, რომლის დეტალიზაციის დონე სადღეგრძელოზე უფრო მეტ დეტალიზაცია არ ქონდა, არც ერთ. მაგრამ რაღაცა პროგრამის მაგვარი მაინც იყო. ეხლა ესეც არ არის. ეხლა იმის თქმა, რომ მე ძალიან ჭკვიან ადამიანებთან მქონია ამაზე საუბარი და დისკუსია, რომ აი უნდა დაწერო მეთქი რა. მე ჩემი აზრი არის ესეთი. როდესაც გაქვს რაღაც აზრი და გამოდიხარ და რაღაცა დეკლამაციის ჟანრის მსახიობი ხარ და რაღაც ამბებს მიყვები, მოდი იქნებ ეგ აზრი დაწერო. იმიტომ რომ შენ არ ხარ ის პერსონაჟი და იმთან რიგის მოაზროვნე და იმთან რიგის მოღვაწე, რომ უკან გდიო პასტა ფურცელ მომარჯვებულმა და შენი ნათქვამები ვიწერო. ჩავიწერო. არ ხარ, მე არ მეგულება, არც ერთი არავინ არ მეგულება მოკვდავ ადამიანთა შორის ისეთი, რომლის ესე მოსმენდა და აზრების ჩაწერა ღირდეს. დაწერე და იმიტომ რომ დაწერილი არის განივთებული აზრი. მაგრამ მე მესმის ბევრის გარო, მე რომ დავწერო, ვინ წაიკითხავს. იცით, შენ დაწერე და წამკითხველი გამოჩნდება. ახლა მაგალითად დოსტოევსკის რომ ეთქვა, აჰა, ეს ძმები კარამაზოვები რომ დავწერო, ახლა ვინ წაიკითხავს ამას, ან ეშმაკნე რომ დავწერო, ვინ წაიკითხავს ამას, თუ ძმა ხარ, დარჯობია ბულეტებად ჩამოწერო სტავროგინი, ვერხოვენსკი რამე.
ესე ხო არა სამაგიეროდ აღარ გვექნებოდა ეშმაკნი, არ გვექნებოდა ძმები კარამაზოვები, არ გვექნებოდა დაუშვათ ომი და მშვიდობა, არ გვექნებოდა ოსტატი და მარგარიტა, არ გვექნებოდა დათათაშხია. სამაგიეროდ გვექნებოდა ბულეტებად ჩამოწერილი რაღაც პერსონაჟების სია მათი მოკლე დახასიათებით, ადაპტირებული ვარიანტი, აი მართლა გენიალური ნაწარმოებების, ხო? ვინაიდან უნდა დაწერო, კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოგონება არის წერა-კითხვა. რომ და შენ თუ ახლა იმით იმართლებ თავს რომ მაინც არავინ წაიკითხავს. შენ დაწერე და წამკითხველი გამოჩნდა. 1000 ლარიანი პენსია. 1000 ლარიანი პენსია რომ დაწერე მე მაგის მერე მოდის მეორე კითხვა, როგორ? აი როგორც იუაფე ზუაშვილი წერს დაწერა ჩვენ არ გვაქვს მაგრამ იქნება. ხო, მაგრამ არა, როცა დაწერა ამას, ხო? მე მოდის ამის შემდეგ კითხები ეს როგორ ყველაფერი. ამას მე ყველაფერს პროცესებს თავისი ლოგიკა აქვს რა. და ეს თუ არ დაწერე და არ დაიწყეს ესე, შეგიძლია მთელი ცხოვრება ილაპარაკო ესე და შეაწუხო ეთერი ბგერებით და დამთავრდება ამის ყველაფერი რა. საშუალო კლასი. ესეთი ყადაღებული თემა. მე მქონდა ხა თქვენ ამის სპეციალისტი ხართ, მე ჩემი რაღაც დილეტანტური შთაბეჭდილება მაქვს, რომ ეგრეთ წოდებული საპროტესტო ელექტორატის შემადგენელია ეს საშუალო ფენად წოდებული ეს ხალხი არის მთლიანად ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ფორმირებული. და აქედან გამომდინარე შეიძლება სწორედ ამიტომ მათ გააჩნიათ რაღაცა მეტის მოთხოვნილება, მათ სურთ რაღაცები იყოს უკეთესად, მათ სურთ მერე შესაბამი, მაგრამ ჩვენ მივიღეთ რაღაც ერთგვარი ჰიბრიდი, ხო? მათ სურთ რაღაც კარგი, თქვენ უკვე ახსენეთ ერთგვარი სურვილების სია, შემდეგ ეს უკვე წამოღებული არის აი რუსოფრენიული ნარატივიდან, რომელიც ნაციონალურმა მოძრავამ, რომლის კულტივაციაც შეძლო, მათი იდეოლოგიური დასაყრდენი იყო სწორედ ეს, იმიტომ რომ მათ რისხათი ჭირდებოდათ იმისაც რომ ქვეყანაში რაც უნდათ ისეკეთებინათ და შემდგომ აი აქედან უკვე ნასესხები ეს მარტო რუსეთი კი არა, ამის ჩანაცვლება სუროგატი რომ აი ევროპის ფეტიში ამ კონტექსტში თორემ მე არ ვიცახი ცალკე რუსეთიც ოკუპანტია, ევროპაშიც კეთილდღეობაა ასე შემდეგ, მაგრამ იმ სცენარით როგორც ეს საქართველოშია გათამაშებული, ჩვენ მივიღეთ ქართული ოცნების ქვეშ ეგრეთ წოდებული საშუალო ფენა, აი იმ რაღაცა ბიზნესის ტერორიდან გამოვედით და მივიღეთ მემკვიდრეობით აი ეს იდეოლოგია, რომელიც აი ამ შეერწყა, ხო ჩვენ მივიღეთ ეს სიმბიოზი რაღაც ევროფეტიშის სახით და შემდეგ ჩვენ ვხედავთ ახლა აი ამ სენტიმენტების განმოყვანას, მაგრამ ისე ვიმეორებ, რომ აღარ გავიმეორო, რაც ვთქვი, რომ ჩვენ ვნახეთ ხო ბოლო თვეების განმავლობაში რა როგორ მოხდა და ხელისუფლებამ გამოიჩინა ის სიმტკიცე, რომელთაც ჩვენი უახლესი ისტორიის რაღაცა ცუდი გაკვეთილები აღარ განმეორდა და როგორ ფიქრობთ, რა იცვლება საზოგადოებრივ განწყობებში? ანუ ჩვენ აღმოჩნდებით, ანუ საკმარის დონეზე, რომ ეს სწორი რეფლექსია მოხდეს და მივხვდეთ, რომ რაღაცები, როგორც გვიქნია გასულ ათწლეულებში, არ უნდა გადავაყოლოთ ნაბან წყალს. რაღაც მიღწევები. ძალიან კომპლექსური კითხვაა. მაგაზე ამ ერთი ეთერში პასუხისგაცემა შეუძლებელია, მაგრამ მოდი შევეცდები მოკლედ მოგახსენოთ. პირველ რიგში ვთქვათ, რომ საშუალო ფენა და არა საშუალო კლასი. საშუალო ფენა მე დავთვალე ესეთ კომპლექსური მიდგომით, კომპლექსური მეთოდია, 31 კრიტერიუმია, ძალიან ბევრი რაღაცები შედის მარტო შემოსავალი. ხო, აი ჩვენ მინდა რომ მოკლედ მსმენელს აუხსნათ ქართული საზოგადოების კონფიგურაცია. საშუალო ფენა არის გაზრდილი 14 და 56%-მდე. 2010 წელს იყო 14%, ეხლა 2023-ში იყო 56%. ერთი და იგივე მეთოდი დათვლილია შედარებული ერთმანეთს რაღაც მეთოდოლოგიის ცვლილებების გამო არ არის. ეს ძალიან არსებითი ზდა არის. ზდა ძირითადად მოდის საშუალო ფენა შედგება 3 სეგმენტისგან. ქვედა საშუალო ფენა, ანუ ისინი, ვინც 75-90% აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს, შუა საშუალო ფენა 90-100%-ით ვინც აკმაყოფილებს და ზედა საშუალო ფენა, რომელიც 100%-ით აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. ქვედა საშუალო ფენა არის ამ 56%-ის ძირითადი შემადგენელი ნაწილი 2023 წელს. და თუ გადახედავ ტენდენციას 2009 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, საშუალო ფენის ზდა არის შეუქცევადი ხასიათის. და მოსახლეობა მუდმივად მიგრირებს ქვედა ფენებიდან შუა და ზედა და საშუალო ფენებში.
მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც ქვედა საშუალო ფენა არის მე ამის ქვევითკენ კიდე ვინც 50-75% შეესაბამება კრიტერიუმებს და 6% იყო 2023 წელს, ხოლო ისეთი მხოლოდ რომელიც 50%-ზე ნაკლებად შეესაბამება ამ კრიტერიუმებს. ანუ ეს ყველაზე უფრო ღატაკი ფენა, რომელიც ასევე ძალიან არის შემცირებული, სადაც 60%-დან არის 6%-მდე შემცირებული. 12 ჯერაა შემცირებული. მოკლედ. ხო. მაგრამ ეს ქვედა საშუალო ფენა არის აი ამ საპროტესტო ელექტორატის ძირითადი ნაწილი. საშუალო ფენის კრიტერიუმთან 50-75%-იან 50%-ზე ნაკლები შესაბამისობის მქონე მოსახლეობა, ანუ მთლიანი მოსახლეობის 54%-ია ეს. ამათ არ ცალიათ პროტესტისათვის. ესენი არიან ცდილობენ თავის შენახვისთვის იბრძვიან რა. ხოლო ეს არის ხალხი ეს ქვედა საშუალო ფენა, რომელსაც გაუმჯობესდა ცხოვრების პირობები, მაგრამ წინ ახალი ორიენტირები ელოდებათ. ეს ყველაფერი ძალიან ახლოს არის და ეთანხმება εμას ჩემ კონცეფციას სიღარიბის დიაგნოსტიკას და ანალიზის თაობაზე. მე მაქვს ასეთი ხუთსაფეხურიანი ევოლუცია სიღარიბის, იწყება ფიზიოლოგიური სიღარიბე, შემდეგ საშემოსავლო სიღარიბე, შემდეგ ნივთიერი სიღარიბე, ეგრეთ წოდებული დეპრივაციული სიღარიბე, შემდეგ სტრუქტურული სიღარიბე და მეხუთეა მენტალური სიღარიბე. ფიზიოლოგიური სიღარიბე არის, როდესაც საკვების პრობლემა არის. ამ სიღარიბეში დაახლოებით 6% რო ვთქვი, ეს არის, რომელსაც ეს პრობლემა დგას. საშემოსავლო სიღარიბე არის, ეს რაღაც 50%, 50-75%-ით შეესაბამება. ესეთი არის 38%. ეს არის მოკლედ საშემოსავლო სიღარიბე. ამის შემდეგ მოდის უკვე ნივთიერი სიღარიბე, ანუ ხანგრძლივი მოხმარების ნივთების ნაკლებობა. ამის შემდეგ მოდის უფრო ზედა დონეა სტრუქტურული სიღარიბე, ინფრასტრუქტურაზე მისაწვდომობის ნაკლებობა და ბოლოს არის მენტალური სიღარიბე, როდესაც სიღარიბე თავშია. ეხლა ეს საინტერესო ტენდენციაა ეს კიდევ. როდესაც გავზომე თვითონ ეს სიღარიბის დინამიკები, დინამიკა რა, სხვადასხვა სიღარიბის ტრაექტორია როგორი იყო. აღმოჩნდა რომ ნივთიერი სიღარიბე, სტრუქტურული სიღარიბე, საშემოსავლო სიღარიბე, ფიზიოლოგიური სიღარიბე ესე მცირდება თითქმის შვეული ხაზია. და მაგალითად ნივთიერ სიღარიბეზე 5 ჯერ უფრო დაბალი არის მენტალური სიღარიბის შემცირების ტემპი. ალბათ თავის ბუნებიდან გამომდინარე. ერთი ბუნებიდან გამომდინარე და მეორე, იმიტომ ამას ყველაფერს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საინფორმაციო სივრცე. და ის რომ სიღარიბის შემცირების დროს მოსახლეობის უკმაყოფილება არ მცირდება, ეს სულაც არ არის გასაკვირი. აი წარმოიდგინეთ ადამიანი რა, რომელიც ფიზიოლოგიური სიღარიბე, პური არ აქვს, ადამიანს საკვები არ აქვს. დაძლია ზღვარი, აქვს საკვები. დაძლია ზღვარი, მაგრამ წინ ახალი ორიენტირები გამოჩნდა დასაძლევი. და შეუერთდა იმ ხალხს, ვისაც ეს ორიენტირები მანამდე ჰქონდა დასაძლევი, ანუ მისი უკმაყოფილება არ შემცირებულა. წინ ახალი ორიენტირებია დასაძლევი. დაძლია ის ორიენტირი, შემდეგი და ასე შემდეგ. ხოლო ჰორიზონტივით არის, რაც შორს მიდიხარ, ჰორიზონტი ჩება იმ კლასიკა ამის. ბევრჯერ მიხსენებია და ახლა ახაც გავიხსენებ. მაგალითად ასეთი ლავრენტი არდაზიანი, სოლომონ ისაკის მეჯღანოაშვილი. ეს არის ქრესტომათია, სიღარიბის დიაგნოსტიკა ანალიზის თვალსაზრისით. დააკვირდით, სოლომონ ისაკის მეჯღანოაშვილი შემოსავლების მიხედვით მდიდარი კაცი იყო. მაგრამ მოხმარების მიხედვით და ცხოვრების წესით ღარიბი იყო. ამიტომაც არის რომ სიღარიბეს თუ ზომო მოხმარებით უნდა გაზომო და არა შემოსავლებით, იმიტომ რომ სოლომონ ისაკიჩი მოხმარებით, ანუ ცხოვრების წესით ღარიბი იყო. როდესაც ის მიხვდა რომ ეს სხვა ცხოვრება არ ივარგებდა, პირველი რომელიც სიღარიბე დაძლია, სახში გაზონა პური და ყველი. ანუ ფიზიოლოგიური სიღარიბე დაძლია. მერე გააუმჯობესა დიეტა, ანუ
რაღაცა თათარი ახნე ხორცი რაღაცები გაგზავნა, ანუ უფრო მდიდარი ყვება და ანუ ბოლოს გადადის ინფრასტრუქტურა, სახლი შემდეგ ტანსაცმელი და ასე შემდეგ. ნუ ახლა მართალია შუშანამ ბეჭედი ხელთათმანზე გარდან გაეკეთა ცოტა გოიმურად მოიქცა, მაგრამ რას იზარდა? ნივთიერი სიღარიბე დაძლია. შემდეგ სტრუქტურული სიღარიბეს დაძლია, იქ ოპერაში წავიდა, ამ ინფრასტრუქტურაზე მისაწვდომობას გაიუმჯობეს, ასე თქვა, მაგრამ იქ მართალია ანტრაქტის დროს ბიზბის იძახა და რაღაც ისულელები, მაგრამ ნუ ხოცადაა რა და ბოლოს გაახსენდა მენტალური სიღარიბე, რომ გვარში ჟღანიერია. და ამას ვერაფერი ვერ მოუხერხა. და ბოლოს გაახსენდა ასევე მენტალური სიღარიბის შემადგენელი ელემენტი, რომ სოციალური სტატუსი ქონოდა და საზოგადოებაში გამოსული ადამიანი ყოფილიყო და გადაწყვიტა, რომ თავისი შუშანა ალექსანდრე რაინდიზისთვის მიეთხოვებინა, ხომ? აი ეს ყველა საფეხური გაიარა სოლომონის საკიჩ-მეჯღანოაშვილმა, მაგრამ არც ერთი საფეხურის დაძლევის მერე ის კმაყოფილი არ ყოფილა. ყოველთვის კმაყოფილი იყო. კი ბატონო. ხო, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, სხვათაშორის მე ხშირად ვფიქრობ ხოლმე და მაინტერესებს ამ კუთხით უყურებ ხოლმე, ანუ საიდან მოდის და შემდეგ ესე მივდივარ ხოლმე ამ ანალიზამდე, იმიტომ რომ ძალიან ზედაპირულ მარკეტინგულ ხრიკებს არის წამოგებული ეს ქვედა საშუალო ფენა არის ყველაზე უფრო ფეთქებაცაში ნაწილი საზოგადოების. ვინაიდან ესენი ახალი ამოსული არიან იმ სიღარიბიდან, წინ ახალი ორიენტირები აქვთ, რომელთა დაძლევას მათ სასიცოცხლოდ აუცილებლად მიაჩნიათ და ძალიან ადვილია, ასე ვთქვათ, მათი სხვადასხვა ანკესზე წამოგება. ხო, რომელთაც ეუბნები, რომ იცი რა არის და ჩვენ ამას მარკეტინგში ვხედავდით, რომ ეს შესაძლებელია, უბრალოდ ამაზე აი ის უფრო ზევით რომ ფენა, ეგრეთ წოდებული მართველები, ისინი უშლიან ხელს. და რახან მას თავის ცხოვრებაში აქვს გამოცდილება იმისი, რომ მან ხო რაღაც ნაბიჯი გადადგა, ანუ რაღაც დინამიკა მან ხო ქონდა, ანუ მას აქ წმენა, რომ ეს შესაძლებელია ეს დინამიკა. შემდეგ ადვილად ხდება ამ სუროგატის მიყიდვა, რომ აი შეხედეთ ეს არის ევროპა. ანუ მე ისე ვისმენ ხოლმე, ისეთ საოცარ შედარებას, რომ შეხედეთ იმასავით არის რა, ის საქართველოს ნაკრებმა აჩვენა ფეხბურთში რამდენიმე წარმატებული მატჩი. ყისიერად დაიბადა განცდა, მე თან ვესწრებოდი ამ იმას, რომ ჩემპიონატზე თამაშობს, რომ როგორ კაცო ესპანეთსაც უნდა, სოფლიო ჩემპიონატს უნდა მოუგო. როგორ ამასაც უნდა მოუგო. ანუ შეიძლება მართლა მოუგო რა, თუნდაც აგერ გუშინ ირლანდიასთან. ხო, მაგრამ იქ რაგბი კიდეც რთული თამაშია, რაგბში პრაქტიკულად ეგეთი გავარდნა ურთულესია, გამორიცხულია, მაგრამ ფეხბურთში კიდე ბურთი მრგვალია რა, რაღაც შეიძლება მოხდეს. მაგრამ აი ცოდნა ამის კომპლექსურობის, იქ თაობათაც ცვლის, ანუ რამდენი კომპლექსური ფაქტორი, იმიტომ არის ფეხბურთის მნიშვნელოვანი თამაში, ძალიან რთული მანქანათმშენებლობის დონის ეს არის, რა ვთქვი, დარგი ხო სპორტში, ფეხბურთი და ამის ცოდნა საერთოდ, ანუ ჩვენ ისე ვართ რაღაც აი ამ დინამო შეძახილის დონეზე, რომ ჩვენ გვინდა შედეგი. საერთოდ არ გვესმის შიგნით რა დონეზე რა ხდება და აქედან გამომდი აი ხო გსმენიათ, რომ ან დაგჭაგრეს, ან მწვრთნელიათ დროზე გამოსასვლელი მწვრთნელის ბარე, მიზეზი ძიება ხდება აუცილებლად გარეთ. არასოდეს არ ხდება შიგნით, რომ ჩვენ გვესმოდეს დარგი როგორია. და აქედან გამომდინარე ძალიან ადვილია, ხო, ან საჭს დააბრალო, ან მწვრთნელს დააბრალო, მე ეუბნები, რომ აი ნახე, აი ევროპა, აი როგორც ავსტრიაშია, აქაც ეგრე, რა გახდა, რატო არ არის ისე როგორც ისრაელში. და ეს მე ანუ თქვენ რახან დათვლითიც გაქვთ და მე არ ვიცოდი ახლა აქამდე, რომ ესე შეიძლება სტრატებად დაიყოს, ხო, ეს ფენები, რომ აი ეს რა ნაწილი არის, ვისაც ერთის მხრივ იცის რაღაცა უშრომია, რაღაცა შექმნა, რაღაც დინამიკა თავის ცხოვრებას შეძინა, მაგრამ არ ვიცი გრძელ მანძილს ხედავს თუ რა წარმოუდგენს, უნდა შედეგი დღეს აქ და ახლავე. ესე ბანკის მარკეტინგული რეკლამაც მაგაზია წყობილი, რომ არ უნდა გაჩერდე და ყველაფერს მიიგებ აქ და ახლავე. ხო, ნუ საქმე იმაშია, რომ მოკლედ ეგეთი აქ და ახლა უნდა შედეგი და ამ წუთას უნდა შედეგი, რა თქმა უნდა, ეგეთები არის ეს ქვედა საშუალო ფენა, სწორედ ეს დაახლოებით 35-40% ეგეთი. შემთხვევით თუ გაქვთ დათვლილი, აი ამ ფენებში რამდენს გაქვს ბანკში სესხი? რამდენი არის, ანუ საბანკო პროდუქტების მომხმარებელი? მე ადრე მაქვს დათვლილი დისკრეციული შემოსავალი. დისკრეციული შემოსავალი, განკარგვადი შემოსავალი. რომ და მაგასაც ფიქრობ ეს არის თუ არა ერთ-ერთი და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ალბათ საშუალო ფენის, რომ განკარგვადი შემოსავალი რამდენი აქვს, რა ნაწილია მთლიანი შემოსავლის. იქ ერთი. მაგრამ თავარი ის არის მე საიტენაც 40%-ამდე თუ 50%. დანარჩენი მიდის ბანკში, მაგრამ თავარი ის არის, რომ საბანკო პროდუქტების მოხმარება
არის წახალისებული, ხო ეს უამრავი სხვადასხვა მამოტივებელი ამბითაც არის გამყარებული. კითხვაზე მინდა გავაგზავნო თუ შეიძლება პასუხი. როდესაც ჩვენ შედეგებზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი პირველ რიგში განპირობებულია იმით, ახლა სპორტი გასაგებია, ხო? სპორტი სხვა შორის კარგი ინდიკატორია რა. რომ სპორტში ერთხელ რაღაცა წარმატებას მიაღწია ჩვენმა ნაკრებმა და ჩავთვალეთ რომ მორჩა რა, ასე ვქო ბრაზილიას არ უგებ რა და ეს ბრაზილია, ხო? ეგრე არ არის. მაგრამ ნუ შეიძლება ხო რაღაც გაგივარდა და მაგრამ ამას ყველაფერს ნუ მოსახლეობას იგივე მოთხოვნები აქვს სოციალურ და ეკონომიკურ ყოფაშიც. მაგრამ ამისთვის რა არის საჭირო? მე წეგან გითხარით ეგეთი საინტერესო შედეგი გაუკვლევების და დაკვირვებების რომ მენტალური სიღარიბის შემცირების ტემპი არის 5-ჯერ დაბალი ნივთიერი და სტრუქტურული სიღარიბის შემცირების ტემპზე და საშემოსავლო სიღარიბის ტემპზე. ესენი ყველა მცირდება, ეს ყველაზე ნელა მცირდება. რატომ? ამას განსაზღვრავს მნიშვნელოვანწილად საინფორმაციო გარემო. ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელია ამის რა. და საინფორმაციო გარემო როგორია ჩვენთან? მედია სივრცე როგორია? ქვეყანაში უბრალოდ აკრძალულია რომ რამე კარგი ხდებოდეს. მედია სივრცე აქ არის ორი ესეთი შინაარსით ერთი ფორმით სხვადასხვა ფენა. ერთი არიან ტურბოპატრიოტები, მეორე არიან ლიბეროიდები. მოკლედ თუ იტყვი რომ რაღაცა ქვეყანაში კარგი ხდება, ერთი გეტყვის რომ რა ხდება კარგი პაკისტანელებით და ინდოელებით გაავს ეს ქვეყანა, ტურბოპატრიოტები გეტყვიან ამას, მეორე გეტყვიან ლიბეროიდები რა ხდება კარგი ევროპას დავშორდით და ასე შემდეგ. ამ დროს არც ლიბეროიდებს უნდათ იმისი აღიარება რომ სად რას ეფუძნება ევროპის კეთილდღეობა ხომ ვერ მეტყვით? ცოტა ესე სკალპელით რო გავქეკოთ ნაშტი გლუბჟე რა რო იტყვია რა ერთი ცოტა გავქეკოთ სკალპელით და ნახოთ რას ეფუძნება ევროპის კეთილდღეობა და როდიდან დაიწყო ეს კეთილდღეობა, იმიტომ რომ არ არსებობს არავითარი ევროპული სოციალიზმი და არავითარი სკანდინავიური სოციალიზმი. არა ეს ყველაფერი არის ტყუილი, ეს არის სატყუარა ჩვეულებრივი ანკესზე ჩამოკიდებული ჭიაყელა. როდიდან დაიწყო ეს კეთილდღეობა ევროპაში და რას ეფუძნება? ეს კეთილდღეობა ევროპაში დაიწყო მაგალითად საფრანგეთში ლუდოვიკო მე-14-ის დროს რაოდენობის გამოსასვლელი დღეებიც იყო კვირაში, იმდენ გამოსასვლელი დღეებს, ანუ დასვენების დღეებს კვირაში მიაღწიეს გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს საფრანგეთმა. ხოლო ძირითადი ბაზა აი ამ კეთილდღეობის იყო კოლონიების ძარცვა და იაფი ენერგეტიკა რუსეთიდან და მაშინ საბჭოთა კავშირიდან და იაფი მუშახელი გატანილი კოლონიებში გატანილი წარმოებები და მე დაემატა იმიგრაცია? კი, იმიგრაცია მე დაემატა. იმიგრაცია მაშინაც იყო, მაგრამ პირველი თაობის მიგრანტები ცოტა მკაცრი კრიტერიუმები იყო. ეხლა აღარ არის ესეთი მკაცრი კრიტერიუმები. ეს არის მთავარი საფუძველი ამის ევროპული კეთილდღეობის. და ევროპული კეთილდღეობის მთავარი ასე ვთქვათ ეგზისტენციალური მიზეზი არის საბჭოთა კავშირის ცხოველური შიში. საბჭოთა კავშირის მიმართ. ვინაიდან 1946 წლის არჩევნები იყო თუ სწორად მახსოვს. როცა 47% აიღო კომუნისტურმა პარტიამ საფრანგეთში მორის ტორეზის თავმჯდომარეობით. და ენრიკო ბერლინგუერის თავმჯდომარეობით გრამში უკვე აღარ იყო ცოცხალი მაშინ 47-48 წლებში იტალიაში დააიღო 48% თუ რაღაც თითქმის 50%. ანუ ძალიან დიდი იყო იმისი ასე ვთქვათ მოლოდინი, ხო მე არ ვეძახი ამას საფრთხეს, ვიღაც საფრთხეს. იმათვის საფრთხე იყო. ჩვენ მთელი მაკარტიზმი შექმნეს ამერიკაში. და მაგისთვის დაიწყო ოპერაცია გლადიო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ბევრი რამე რა. და სწორედ მაგის შიში დაიწყო ეს კლანჭების დამალვა და სოციალური პაკეტების შექმნა, შეთავაზება და ეს ისეთია პონზის პირამიდასავით არის რა, ველოსიპედზე მოსიარულე დაიწყებ აღარ გაჩერდები რა. ეხლა ეს პირამიდა დამთავრდა, მსოფლიო დამთავრდა, პლანეტა დამთავრდა, მეტი საზარსვი აღარაფერია.
კაპიტალიზმი გნებავთ? რომელი კაპიტალიზმი გნებავთ? ჰოლანდიის კაპიტალიზმი? რატომ არ გინდა დაუშვათ ბანგლადეშის კაპიტალიზმი? იქაც კაპიტალიზმია, ჩვეულებრივი კაპიტალიზმია იქაც. კონგოს კაპიტალიზმი არ გინდათ? იქაც კაპიტალიზმია. და მაინც ბელგიის კაპიტალიზმი გინდა ბელგიაში ამ დროს ბელგიაში, ჰოლანდიაში და ასე შემდეგ სწორედ ამის გამო მოხდა ეს სოციალური პაკეტების შემოღება და შემუშავება. ეს არის. კი ბატონო, მოკლედ ჩვენ რო დაუბრუნდეთ აი ამ მოცემულობას, ეგ ძალიან საინტერესო მიგნება და მე იმიტომ უბრალოდ ვახსენე ეს ბანკზე დამოკიდებულება, რომ იქ მარტო ის არ არის ფულადი კრედიტი და რესურსი, თუნდაც ზვირად. ამას მოყვება, რასაც ჩვენ ხედავთ მარკეტინგულ ჭრილში, მთელი სტალინსა გენიალური ნათქვამი მაგაზე თავისუფლებაზე, რომელ თავისუფლებაზეა ლაპარაკი, როდესაც ყველაფერი კრედიტშიაო რა. ხო, მაგრამ ეხლა მე რაღაც ამ სისტემას კი არ ვებძვია ის მართლა ინსტრუმენტი. თავი დავანებოთ იმას, ან მე ერთ ნაწილზე მაქვს აქ. ამას მოყვება შესაბამისი, ესე ვთქვათ, იდეოლოგიური გარკვეული ჩარჩო, რაღაცა მარკეტინგული განწყობა, რომელიც ანუ ეს ორი ბანკი, რომელიც საბოლოო ჯამში ორივე არც ერთი ქართული არ არის, ჯამში უცხოურია, იმიტომ რომ იქიდან მოაქვთ ეს ფული. ეს ორი ადამიანები ემუშავება, ანუ ეს ყველაფერი ეს თუნდაც ზვირიანი კრედიტი და უფლება აქვთ მათ ნებისმიერი ფასი დაადონ თავიანთ კრედიტს და ჩვენ ყველანი ამის მომხმარებლები ვართ. ხო, ამას მოყვება შესაბამისი სამომხმარებლო კულტურა, აი იმ მარკეტინგული ლოზუნგებით გაჯერებული, რომელიც ამას გეუბნება, რომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტური სიკეთე და კარგი, რომ შენი ცხოვრების გზა, რომელსაც ამას მოიხარის, რომ შენ არ უნდა გაჩერდე და შენ ეს ყველაფერი უნდა მიიღო აქ და ახლა. ან მე მგონი ან მიმდინარე საქართველოს აი რა მენტალურ სიღარიბეზე ლაპარაკობთ, ყველაზე საუკეთესო და აღწერს აი ეს ძალიან მარტივი ვეფხისტყაოსნის ქვეყანაში, აი ესე მარტივად გადმოცემული ეგზისტენციალური ფორმულა, ხო, როგორ უნდა ვიცხოვროთ და არ უნდა გავჩერდეთ, რაც შეიძლება მეტი უნდა იმუშაო და ეს ყველაფერი შესაძლებელია მიიღო აქ და ახლა, ხვდებით და დამთავრებულია და ამ ხიბლის ქვეშ ბუნებრივია ესე იგი ის დაპირებაც არ არის, ხო, რაღაცა პური გლეხებს, ქარხნები მუშებს, რაც კონკრეტულს პირდებოდნენ იმ დროს, ხო, რომელიც მე ყველაფერი აღმოჩნდა რაღაცა თქვა საბჭოთა კავშირის ინვერსიაში, რაშიც ჩვენ უკვე ვიცხოვრეთ. ანუ ეს კიდე უფრო ეფემერული დანაპირებია, რომელიც უბრალოდ არ ყოფილა ეფემერული დანაპირება. ეს ამაზე ვიცახი რა, რომელსაც უბიძგებს ადამიანებს შემდეგ აი უკვე აი ფორმირება მოახდინოს იმ საპროტესტო ელექტორატის, რაც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ არის არა ქვეყნის განვითარებაზე, იმიტომ რომ ხო შეიძლება განვითარება ნიშნავს ნაბიჯ განვითარებას. ბიუჯეტი ერთ დღეში არ იზრდება, ხო? ყოველწლიურად იზრდება. არამედ ეს აღმოჩნდა, რომ შენ ხარ იარაღი უბრალოდ ზღვის ხელში იმისათვის, რომ ძალიან კონკრეტული რაღაც პაიკის დონის გეოპოლიტიკური ამოცანა რეგიონში გადაჭრა. ყველაზე ძვირფასი ეკონომიკური რესურსი. ადამიანი ალბათ, არა? ჩვეულებრივ უბრალო ადამიანი არა. ნუ მოხმარე აი ესეთი მომხმარებელი ტიპის ადამიანი ლოხებს რო ეძახიან რა, ეს არის ყველაზე უფრო ძვირფასი რესურსი ეკონომიკისთვის. ეს თანამედროვე ეკონომიკისთვის რა. რომელიც არის მუდმივად მოხმარება. ამას ქვია რომ ეს არის კონსიუმერიზმზე აწყობილი ეკონომიკა. თუ არ ხარჯავ ისე აზრია. ჰედონისტი რა. ეხლა მაგაზე რა შეიძლება ვთქვა? კი, მართალი ბრძანდებით, განვითარებასთან და საერთოდ კავშირი არ აქვს. ეს განვითარების პროცესი რაღაც საშუალო ფენა შეიძლება იზრდებოდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია აქ რამხელა არის უსაფრთხოების ბალიში. უსაფრთხოების რამდენად შესაძლებელია, რომ აი უბრალო საშუალო დონის მონტიორმა შეიძლება მინუსი პლუსზე შეცვალოს და პლუსი მინუსზე შეცვალოს, ამ მინუსი პლუსი ან რაღაცა და ყველაფერი თელი ეს კეთილდღეობა ნიუ-იორკიდან ნაცარტულად იქცეს რა. რამდენი როგორია უსაფრთხოების ბალიში, ამას ძალიან მნიშვნელობა აქვს. და წეგან რასაც ვამბობდი საინფორმაციო სივრცეზე, ამიტომაც კიდე ერთხელ გავიმეორე, როგორც ბევრჯგან მithkoms და აქაც იგივეს ვიტყვი. ეს როგორც კატონი იყო და ცეტერომ სენსეო, კარტაგო, დელენდა მესე რა. ყოველთვის იგივეს მანტრას ავით ყველგან იგივეს ვამბობ. ჯერ ერთი მიზანი არ უნდა იყოს სიღარიბის შემცირება. თუ მიზანი არის სიღარიბის შემცირება, შენი ათვლის წერტილი არის ქვევით, რომელიც აუცილებლად ქვევით გეკაჩება. ეს არის როგორ წიხა ნახევრად-სავსეა თუ ნახევრად-სარიელი. ეხა შენთვის ოპტიმისტისთვის ნახევრად-სავსეა, პესიმისტისთვის ნახევრად-სარიელია. მაგრამ არის ეგეთი ქსევის პროექტირება ქვია.
თუ შენ მუდმივად სიღარიბეზე ლაპარაკობ, აუცილებლად იქნება სიღარიბე. ხოლო თუ შენ კეთილდღეობაზე ლაპარაკობ, უფრო კეთილდღეობა. ანუ ამბობთ რომ უნდა იყოს კეთილდღეობის ზრდა და არა მიზანი უნდა იყოს კეთილდღეობის. პროცესი შეიძლება იგივე იყოს, მაგრამ საიტარი ორიენტირი. პროცესი იგივეა, მაგრამ ორიენტირი ზევით უნდა იყოს რა. კეთილდღეობის ზრდა და არა სიღარიბის შემცირება. ამას არსებით მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სიღარიბე თავისი შინაარსით არის კეთილდღეობის ნაკლებობა. ჯერ ერთი ღმერთმა უწყეს რა არის კეთილდღეობა. ეს ძალიან ხო, უკვე კომპლექსური რამეა, მაგრამ რაღაცნაირად ამის გაზომვა შეიძლება. ანუ კეთილდღეობის ზრდა უნდა იყოს. კი ბატონო. მიზანი და არა სიღარიბის შემცირება. და ამისთვის საჭირო არის რა? წეგან თქვი რომ საინფორმაციო გარემო არის კატასტროფული მეთქი. რა არის ეს ორი უკიდურესი ტურბოპატრიოტები და ლიბეროიდები, რომლებისთვისაც უბრალოდ აკრძალულია რომ ქვეყანაში რამე კარგი ხდებოდეს. მაგრამ ეხლა ჩვეულებრივი პოლიტიკოსი და მართველი რითგან სხოვდება ერთმანეთისგან. ჩვეულებრივი პოლიტიკოსი საზოგადოებრივ აზრს მისდევს. როგორც სერფერი მისდევს ტალღას. ჩემი მტერი დაეყრდნო საზოგადოებრივას, უკიდურესად არასაიმედო საყრდენია. და ბევრჯერ მithქვავს კიდე ერთხელ გავემეორებ. დროითი ლაგი ოსანადან ჯვარსაც ვიეგემდი, ერთი არასრული კვირაა. ხო, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი არის ის აუცილებელი საწვავი, რომლითაც ნებისმიერი პროგრამა უნდა განხორციელდეს. ამის გარეშე ვერაფერი ვერ განხორციელდება. კი ბატონო. ამიტომ მართველმა საზოგადოებრივი აზრი უნდა შექმნას. კი ბატონო. დიდი მადლობა ნოდარ სტუმრობისთვის, ამ საინტერესო ეთერისთვის. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარდამტეხი წელია და ჩვენ კიდე ბევრჯერ მოგვიწევს ლაპარაკი ამას. დიდი მადლობა, ძალიან კომპლექსური კითხვები იყო, რას მოვასწარებოდი, შირავეთი მეტი ვერ მოვასწარე დროში. მადლობა.